ხო და ასე რომ იმ აღებასთან დაკავშირებით არის ესეც მამა. ნებისმიერი რიბაკი, რომელიც იმენა დადგება და ითევზავებს, თავის ნაგავს რო გააყოლებს სხვის ნაგავს, ამით ჩემო ძმაო მაგ ადამიანს დაუფასდება. მისი შინაგანი მდგომარეობა უწესრიგდება. ანუ წესიერება უყალიბდება ადამიანს და იმაზე უკეთესი პიროვნება ხდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია სხვას. თავის თავში უკვე ერწმუნდება, რომ კაი პიროვნება არის. სხვამ შეიძლება დაინახოს, გაიგე და თქვას, რომ ამას არაფერი არ ეშველება. თუ გაჩერდები, არ გააკეთებ და არ აიღებ. მაშინ არ ეშველება და თუ არ გაჩერდები და აიღებ, ვიღაცა მოგბაძავს და ერთხელ დაინახავს, ორჯერ დაინახავს, მერე იმისი იდიოტი ტვინი ასე გაიფიქრებს, რომ ეხლა წარმოიდგინე მე ვხედავ ადამიანს, რომელიც იღებს. და ეხლა მე იდიოტმა უნდა გადავაგდო და რო გადავაგდო და ამ ადამიანმა რომ დამიწამასწროს გადაგდებაზე. შენ თვალ წინ დავალაგე და წავიღე და შენ გიხარ და აგდებ და მიდიხარ ეგრე სად არიტო, რატო აკეთებ მაგასი. ვები? და სული უფლება გაგინოს. ანა, ეგ რომ არ მოხდეს მაგის დედავატირე, ეგ უნდა ასწავლო და ეს უნდა ასწავლო თუ არ გააკეთა ვიღაცა. შენ, მე, პეტრე, პავლე თუ ჩვენ ეს არ გავაკეთე და სად არავიღეთ ეს ჩვენი გასაკეთებელი, სხვა არ მოგბაზავს მაო.